გაუმარჯოს ხალხნო ბაცაცო შენს გაუმარჯოს ბაცაცო დედას ბაცაცუნა ქარი არის მაგრამ ქარი გუნებას ვერ გვიფუჭებს ანუ იცი როგორ არის ქარი ზემოთ არის ზემოთ უფრო ვერ გვიფუჭებს გუნება განწყობილებას მე და ბაცაცოს იმი რომტომ ზეა თუმცა ცივა დღეს ორი ვაჟბატონი და ქალბატონი არ გამორჩენილან ანუ კატები შავი და ის სერიფერის ძირთადად აიქ არიან ხოლმე ზეზე მაგრამ არ ჩანან დღეს არ გამოუშვე ქათმები ანუ როგორ არ გამოუშვი მაგრამ არ გამოუშვი აკე ხა განახებთ რატო ასე უყურე მაგისტვის დაგიდეთ ეგა რომ ესე გაწეწოთ ვირებო აბა დამაგაიწიე დაუდე საბუდარი ანუ სავარაუდოდ კვერცხის დება დაიწყეს მაგრამ ვერ ანუ რო არ დავკარგო კვერცხი აქ დაუდე ესეთი რაღაც რა რომ აქ ჩადონ რაღა და აქ დადონ და მე გამოუშვებ ჯერ ის რომ სად უნდა ვეძებო თავს უმაღლა იციან პატარება იაპონკე მასვლა და იქ დადება და სადღაც 3-4 საათამდე დამდები დადებს და მე გამოუშვებ ამით ვასწავლი ბაცაცებს მას რომ აქ შესვლა არ შეიძლება და კვერცხთან ურთიერთობაც არ ექნება აი ასე თან ესა ვარდები იწყებს იქით ხარეს ფოთლების გამოტანას და თუ ერთი წამით შეგეპარნენ დამთავრებულია რა ჩემი გარეცხი ქვაბები სანამ აღლა ავალე ხა და რამე რომ საქმიანობას დავიწყებ პარალელურად ხო გითხარით რომ უნდა დავდგა მეთქი ხორცს რომელიც აქ არის ცივა აღვეთ სკამები მაქვს ესე ზემოდან აპირქოვებული რომ გამოწმენდაში იადვილია ხოლმე რა და თან ჯერჯერობით რომ ამას არ ხმარო ფამოთახს ეს არის სამწვადე არის ხარფლავა ამას ცოტა დავყოლეს იმიტომ რომ ვებია რა ეგ აქ სამწვადი არის ნაშამ ზემოთ აიტანე გალხვესო მაგრამ მე მგონი არა სჭირდება ანუ ზოგადად ხორცი ძალიან კაია თუ ხდება სიცივეში არც ანუ სასარგებლო როგორ ანუ არ არის რა არ მინდა რომ ეს დავალაქაო როგორც ვიცი ხორცი თუ სითბოში ხდება რაღაცა ბევრი ბაქტერია იღვიძებს და იჩენს თავს ამიტომ ყველა ვარიანტში ჯობია რომ ხორცით გალხვეს თავისით და გამხვალია უკვე ოი მე შეწიდა იმედი აქ ის არის რა ქვია სალფეტკიდო ტელეფონში ვეხო მერე გადავწყვიტე სიზარმაცე რომ დავძლიო ყველაფერი საქმე აი ყველაფერი თქვენთან ერთად გავაკეთო თორე აი მე წავკვდები ისე ეხლა რა თქმა უნდა გუნება განწყობილებაც უნდა მაგ ყველაფერს თორე ეხლა მე რომ მაგრამ ეძინებოდეს ტელეფონსაც ვერ მივეკარებოდი მაგრამ ესე ვალდებულება გაქვს რაღაცა რა და ჩემი თავი თუ არ ვაიძულე მე აგვისტოში მომეხაზება მე ერთიანად ხოდა ჯობია რომ იმ რითს მივყვე რა რითმითაც ვცხოვრობდი თორე ну ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის გადართვა იმაზე რომ სანამ ეძინება მოვასწრო ჯერ ამდენი სარეცხია მე რა იქნება
პლუს დანარჩენ ბავშვებს ხუბ დაბიჭებს ბავშვები იქნებიან სულ. არა იცი ხოლმე რომ რაღა უნდათ და თვითონ იზავენ და რაღაცა და სანამ შემიძლია მე რიღასთვის ავარ და მე ისედაც იზავენ ყველაფერს. აჰა დავშალე. всё, ეს თავშეთ განხება. ერთი წუთი ხალხნო, გამიყინა ყველაფერი. იმედია საფეთქი იქნება აქ. აბა არ არის? ვაიმე არ არის. აი ხა დაგვერხა. საფეთქის არქოლის გამო. ორი წამი დაგაპაუზებთ თქვენ. აბა სწავიღებ და ხელებს დავიბან და მოვალ. დავდგე. ბაცაცო, შენ ნაჭამი ხარ. ფისოებს არ ვიცი ნაჭამები არიან თუ უბრალოდ ოთახში არიან და ხა გამოვუშვებ. ორივე სოღონ, ანუ ის არი არ ვიცი სად არის. აუ ის მინდოდა. სერფის ჯოხი აქ მაქვს დავიტანოთ ამის ადგილას დავდო. ესეც გავხსნათ. რომ ასეთ ჭებები აქ არის, რამე რო კატა შემოვა, არაფერი. ერთი წამი პური ჩავდო. ბანანს ვერაფერს ვერ უგავს კატა. იგიც ესე. მაღლა მოვშობი და მე ჩამოვალ ამას მოვქაფავ თან ჯუჯას დავრეცხავ. ბაცაცო, შენ კუხნაში როგორც კი მიხვალ, არ იცი სხვათა შორის. ეგრევე მოგეხაზება. ფისო. ამდენი ხანი არ გამოჩენილი იყოს. შავმა იცის დედალმა, მაგრამ ამან არა. სად არის წათრეული? შუადღემდე თუ არ ჩდება, მე ნერვიულება ხოლმე. სადმე მზეზე იქნება გაწოლილი. ჩვევია ეგ. ესე. ალა გასაწოლი. აუ, სელფის ჯოხისთვის ჩაველდაბლა და ჩავალაგე პური და დამავიწყდა. კაი. ეხლა მეც დავალაგებ და ცოტა ხანში მოვალ. ეხლა ეს უნდა შევიკრა. იმიტომ რომ ხელს მიშლის და ვიკრავ ნინოს პატარა რეზინებით. ასე. იმიტომ რომ აღარ ჩამომეწეწოს და ხელი არ შემიშალოს რა. აი ესე და ამდაგვარად. ვიწყებთ საქმიანობას. ეხლა აქ რომ მორჩები. წერსასროც ნინო მეხმარება და სულ ყველა ყვავილი შავიტანთ დაბლა. მოვწყავ, გავასუფთავებ, გავაწკრიალებ. ტაშცა ვავსებ და იმაში ჩავდებ, რომელსაც წყალი უყარს, რომ კარგა გაიჟღინტოს, დაიწკრიტება და ისევ ამოვიტან. ამასობაში მე ტერიტორიაზე გავწმენდავ მტვერს და ხელს არ შემიშლა. არც ერთი ყვავილი. ხო და წაველთ ახლა. მოკაქანების წუთები მაქვს. მორჩი მტვერსასრუტი. ეს ახალია შვერილობა ახალხნო, რა ვიცი, საიდან გამოვიდა ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ლამაზათა მაქვს. ეს, აი აქ ხა მეკადა, აქ ხომ მქონდა, აქ ხა ამ წამს არა მაქვს, მაგრამ რა უკიდურობა ხა, ხანსა და მომეშვირება ხანსა. მაქსიმალურად ვცდილობ საუთოებელთან მივიდე სრულიად პატიოსნად საქმიანი ადამიანი. ანუ ეს ხარო დავიტყო რა. ხო და რა დამრჩა? გამოსაწმენდი დამრჩა და მტრები. ოღონდ სანამ გამოუწმენდაო, ყვავილები უნდა ჩავიტანო დაბლა. ეგ ყველაზე ძალიან სიამოვნებს ხოლმე ეგ პროცესი. აი რაღაცნაირად რა,
ჩავიტან. ეხლა ავავსებ დიტაშტს ორივეს. ან ერთი მეყოფა. და სულ ყველა ყვავილს იცი როგორ უყვარს ხოლმე ყვავილს წყალში რო ჩადებ. და რო გაიჟღინთე, მე ამოვიღებ, დავალაგებ იქ მაგიდაზე რომ დაიწკრიტოს და სანამ ეს ყველაფერი დაიწკრიტება, ამასობაში თან მიყვარს ხოლმე ეს დუშით რომ გადავალამაზებ ხოლმე ფოთლებს და მტვერი რო გასცილდება ხოლმე და რაღაცა და სანამ მე დაიწკრიტება, გამოვწმენდავ და მტვრებსაც გადავწმენდავ და ესე ლამაზად დავალაგებ. ასე რომ ეგ ვაპირებ. ქარისე ვარი. შვენივრად ცოტა ხანში ჩავიდეთ და შევამოწმოთ კვერცხი რამდენად დადო. ოღონდ წამოვიჯერ ნინოს დავიხმარ და ყვავილები მინდა რომ ჩავიტანო. ერთადერთი ამ კაბის რაც არ მომწონს არის რომ ჯიბი არ აქვს. ხო და რომ მოძრაობ ის იმდენად და მცხავრ ამის ესეც გავიხადო. არამც თუ ხალათი შევაბინავე გარდირობში. ხო და ჯიბე რო იყოს, ანუ გადაღებაც ადვილი არის რა. ხელთ ვერ ვატარებ, იმიტომ რომ ორივე ხელთ უნდა ჩავიტანოთ ახლა დაბლა ყვავილები, რაღაცა და დამაირი ამოხვიდე სპეციალურად მაგისთვის რომ ტელეფონი წაიყოლო და მოკლედ. ერთი ის გადაისავქნა დავიქირაო გადამღები ოპერატორი რომ დიოს. სხვათა შორის ძალიან მომწონს ხოლმე ეგეთი სიტუაცია, აი მაგალითად რა. აი კაკოსოს რო არიან ხოლმე წასულებისადმე და ხელითაც კი იღებენ ესე, მაგრამ ვიღაცაც ხო უღებს ხოლმე და ეგეც კაია ხო. რაღაც მომენტში და ძალიან დისკომფორტია ხოლმე ის რომ რაღაცის გადაღება მინდა ხოლმე, მაგრამ ფიზიკურად ანუ ისეთ სიტუაციაა რომ ორი ხელი სჭირდება იმ საქმეს და ვერ დაიჭერ ტელეფონს და იმასაც ანი მომენტში არ გაქვს, ან უბრალოდ ვერ დადგავ ვერსად შტატივს რა. ეგეთი მომენტიც არის ან მოძრაობის კადრი. ხო, რაღაცა დისკომფორტები არის ხოლმე. ამიტომ როგორც შეძლებთ ისე გავაკეთოთ. შევიქაქანეთ წავ. ხო, ფეხს რაც შეეხება, დღევანდელი დღე ის დღე არის, რომ საერთოდ შემიძლია ვთქვა, რომ ანუ ფეხი მტკიო და არა. საერთოდ არ მტკიო. არც მიგრძვნია დღეს, რომ ფეხი მაქვს. ძალიან კარგი. აი, ეგ მიქმნიდა კიდე დიდ დისკომფორტს, რომ მალმალე დამესვენა და დასვენება მაინც არ შველოდა იმ ფეხთან დაკავშირებით, მაგრამ საქმეს რო ვერ ვაგრძელებდი ხოლმე, იმიტომ იყო, რომ ბევრი საქმე გაუკეთებელი მრჩებოდა. ოღონდ მართლა ფეხის გამო რა. იმდენად მტკივნეული იყო ხოლმე, რომ ვერ ვაგრძელებდი. აი, ელემენტარული რო აი მაგალითად ეხლა ავდგე და საწოლს გადავაფარო, უბრალოდ გადავაფარო. აი, ეგეც აღარ მინდოდა რომ გამეკეთებინა, იმიტომ რომ გულზე ადიოდა ხოლმე ტკივილი, იმდენად მაწუხებდა. ასე რომ ხა ფეხი რო არ მტკივა, დისკომფორტსაც რო არაფერი არ მიქმნის. ამიტომ მიხალისება დღეს ამის გაკეთება ფილმის თანდასწრებით. ეს დამთავრებული გამოსაწმენდად არის მზად, ესეც გამოსაწმენდად, ის ოთახიც, ესეც გამოსაწმენდად არის მზად, ეს იქით. ეხლა ნინო, ვდგებით. ხო, ესეც გაშრებოდა. ეს დილანდელი ყავა აქ მიდგა. მე გავათბოთ და დავლიოთ ეს გასაუთებელი. ეხლა ყველა ეს არ ვიცი რამდენად ჩავიტან, ამას მძიმეა, მოდი იყოს და ნინოც არის მინდა რომ წავიყვანოთ. ან ნახეთ საყვავილეები გამოსდის, ეს სხვადასხვა ფეხები არის ერთად ჩადებული და ძალიან მომწონს ხოლმე ეს რო ყვავდე. ანუ მაგ დიდქოთანს დავტოვებ, რომ არც ნინო ივანე რო იყოს ჩავატანინებდი, მაგრამ ნინო ცოდო. ანუ ნინოს არც ჩავატანინებ, მაგრამ ჩემთვისაც მძიმეა ამ სიტუაციაში არა რომ მოირწყვება ძალიან მძიმდება. ამიტომ პატარა ქოთნებს ჩავიტანეთ. წავალთ. აბა ნახოთ როგორ ალაგდება და ის. ხო, იქითაც პიანინოზეც მაქვს დალაგებული. 2:25 წუთია.
დაუდევრად მოვიქეცი. ფეხები დავისველი. და ფეხი დამტკივდა. ოღონდ ფეხი რო დავისველი, მაგის გამო არ ამტკივდა. კიბეებზე ბევრჯერ ავედი და ჩავედი. თებშებია დატოვილი მარტო. ეხლა გავიშრობ ფეხებს და გავაგრძელებ ისე. სწრაფად მინდა შემოვიტანო, რომ ქარმა არ გამიფუჭოს რა. ძლიერი ქარი არ არის, მაგრამ მაინც რაც ისეთი რამე არის, ზოგი თვითონ აბანოში დავტოვე დიდები რაც იყო, რომ არ გადამიტეხოს თქო და ხა უცბად გამიშრება ფეხი. და შემოიტანა თონის პური და გემრიელად მივირთმევ ამასობაში. უკულამაზად გამოიყურებიან. გარეცხილები, მორწყულები, გალამაზებულები და იქაც კიდე. ეს საოცრება ყვავილია. სანამ მოიყრის ესეთი საწყალია. ეს ძალიან მიყვარს. და ჩემი გვიმრა. აი ასე. გავედი ბოლოში. გამოწმენდაღა დამრჩა. ის ჩაიდან ჩავიტან დაბლა. ხო. ეს ზოგი არ გაშრება, ზოგი გარეთ. ყავა დავდგე ცოტა ხანი რომ დავისვენებ მეთქი. დავლევ და გამოვწმენდა. იმიტომ რომ აშკარად ფეხი დაღლილობისგან მტკივა ხოლმე რა. იონეს ოთახში მაქვს ტომბოები გადასაწმენდი და ეგ. ესენი აქ არიან. ხო და ჩავიდეთ. მე აქ რო გამოვწმენდა. ერთ გამოწმენდა საკეიფო ოთახში გამოვუსმევ. ფეხი ამტკივდა. აშკარად გადაღლის ამბავია რომ მეღლება რა. არ ვიღლები, ფეხი იღლება. ავდებ ჯერჯერობით ამას. ეხლა ის მინდა წავიდე კვერცხი ვნახო რამდენად გაამართლა ჩემმა ჩაკეტილობამ. და მე მართლა 1.5 საათი უბრალოდ უნდა დავჭდე და სანამ წვათ შეწვავენ მე საკეიფო ოთახში აი ამ ოთახში. უნდა გამოვუსვა მარტო. დამცხა. ამასობაში. ნახოთ რა შვებიან ჩვენი დამწყდეული საზოგადოება. ეჭვი მაქვს რომ მთელი თივა უბრალოდ გადმოყარეს ველურ ცხოველებმა. ნახოთ. ხო, ველურები არიან, მაგრამ ჯანდაბები არიან, აბა უყურე. რამის ღირსები არიან ესენი? რომელია საათი? 3 საათია ზუსტად. 2 საათი მეყოლებიან კიდე. დამდებები დადებდნენ. და მივაჩვიო მე რომ კვერცხი მანდ უნდა დაიდოს. და არა კრიშაში. ჩემი პრინცი ხარ. მაგრამ ის არის პრინცი. ბაჭო, შენ ჩემი პრინცი ხარ ბიჭო. ბაჭო, პრინცი ხარ. არა ბუდი ხარ. წავედი. ამოვიქაქანოთ ცოტა ხანი. ვეკუთვნის. ყავის, დარჩენილი ყავის დალევა გვეკუთვნის. შუქჩაქრათო. ამასობაში ესია ეგ ხატავს თუ რავი რა საშუალება, მაგრამ ამ დალაგებული ოთახს ნახე რას გავს. და ეჭვი მაქვს რაღაცისა და როგორ გაუმართლებს ამას არ ვიცი. ალაგების დრო არის? ალაგების და გამისმინე ერთი წუთი? მისმე? მე რო ვხატავ აი ეს მაგიდაზე არა ხდება. ზუსტად 5 წუთს გაძლევ დროს. რაც ეს საღებავები საიდან წამოიტან იქ ჩაიტან. გაასუფთავებ ისე რომ ეს წიწკალი არ იქნება და მეორედ აღარ მეტყვი რომ საღებავებს ვიხმარიო.
აი ბარბარეს ყოველ წუთას რო იყოს ეს ჩემი საღებავები, ხმას არ გავთ, ხატავს. ეს არ ხატავს, ეს ღებავს. არ სჭირდება. კოკი! გაჩვენდები ცოტა ხანი. და სულ იმას ვამბობ, აღარ ათხოვო მანარა, მაინც მეწოდება ვათხოვებ ხოლმე და მაინც მიშლის ხოლმე მე ნერვებს აი ამას რო აკეთებს და კაი ხანი ეყოფა ახლა და აღარც კი მთხოვს რო აიღოს. მე რო აიღებს, მე ერთ ხელ დახატავს, შეინახავს ლამაზად, მეორედ რო უკვე ეგრეთ წოდებულად კურთხევა რო აქვს აღებავის აღებით, მეორედ უკვე შეღებავს. მე ისევ ჩამოერთმევა ხოლმე ეგუფლებები და ასე შემდეგ. ყველაფერი უსვიე ხა იმას და ტყუილა მიკეთია, არაფერი არ აჩანს. დავისვენოთ ახლა ხალხნო და ჯამაათნო. ვეკუთნის ოღონდ მართლა. ყავს დავლევ, დავისვენებ და მე მარტო გამოვწმენდა. და მე თუ გვექნება იმის თავი და შნო. დავაუთებ კიდეც ოღონდ იმის ხათრით, რომ უნდა ვუყურო კინოს, ფილმს რამეს. დროებით, კარგად იყავით, აბაჰე და აბაჰო. აბაჰე.